დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში მუზეუმის კვირეული სახსანიშნავი ღონისძიება გაცოცხლებული სამზადისი მოეწყო. მუზეუმის საერთაშორისო დღე დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტრადიციისამებრ კიდევ ერთხელ აღინიშნა. ეს დღე მუზეუმის კვირეულს ეძღვნება, რომელიც ყოველწლიურად როგორც საქართველოს ყველა მუზეუმში, ასევე ოზურგეთშიც აღინიშნება. დღეს ძველი გურული სამზადისი მოსწავლე ახალგაზრდობისა და რესურს ცენტრის სამიზნე მოსწავლეებმა დიასახლისთან ერთად მოწვეული სტუმრების თვალწინ გააცოცხლეს. დღევანდელ წელს 18 მაისისათვის ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ. გამოვაცხადეთ მუზეუმის კვირეული 13 მაისიდან. ეს იმას ნიშნავდა, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეები დადიოდნენ ჩვენთან. ტარდებოდა როგორც ღია გაკვეთილები მხარეთმცოდნეობის შესწავლის მიზნით, ასევე უტარდებოდათ ბავშვებს ექსკურსიები აბსოლუტურად სამივე ფილიალში. შემესტებითი გაკვეთილის სტილი ჩატარდა ბავშვებისათვის, რამე თუ მათ წარმოდგენა ქონოდათ, თუ რა ხდებოდა საერთოდ, რა დატვირთვა ჰქონდა ამ სამზად სახლს. რა ღონისძიებები იკეთდებოდა ძველად გურიაში. დღეს მოსწავლეებმა შესანიშნავი ღონისძიება ჩაატარეს. ეს იყო ტრადიციების არ დავიწყების. ეს ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ტრადიცია გავაღვიძოთ, გავალამაზოთ, უფრო შეთავსებადი გავხადოთ. ოზურგეთის სხვადასხვა სკოლების მონაწილეებმა სამოქალაქო კლუბიდან მივიღეთ დღეს აქ მონაწილეობა, რითიც ძალიან ვისიამოვნეთ. გავაკეთეთ ძველ გურული წესჩვეულებებით ღომი და ლობიო, ასევე დავათვალიერეთ და გავეცანით მუზეუმს, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო რომ ვნახეთ ასევე როგორ მოყავდათ ჭადი და ღომი. მუზეუმის კვირეული 13 მაისს სხვადასხვა ღონისძიებებით დაიწყო და 18 მაისს ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში ფილმის ჩვენებით საქართველოს მეჭურჭლეთ უხუცესი დასრულდება.